მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. გადაცემა დარცი ყოველ კვირას ეთერშია 18 საათსა და 20 წუთზე. როგორც იცით, ჩვენი გადაცემა არის გასართობ შემეცნებითი გადაცემა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. ხოლო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის მომღერალი გიორგი ნაკაშიძე. გამარჯობა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწმე დრო. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. ტრადიციულად დავიწყოთ კითხვით, რომ დაგვიხასიათო, ვინ არის გიორგი ნაკაშიძე მოკლედ? გიორგი ნაკაშიძე არის ბათუმელი, აჭარელი, მომღერალი, რომელიც ძალიან შეყვარებული არის სიმღერაზე და ბათუმზე. როდის იყო თქვენთვის ის გარდამტეხი პროცესი თქვენს ცხოვრებაში, როდესაც მიხვდით, რომ სიმღერა არის თქვენი განუყოფელი ნაწილი და მუსიკა? ესე იგი, 11 წლის ვიყავი, რომ მივხვდი, ჩემებაც მივხვდნენ სახლში, რომ შემეძლო სიმღერა და მაქედან დავიწყე სიმღერა. შემიყვანეს თეატრში, მუსიკალურ ცენტრში და იქიდან დავიწყე სიმღერა. თქვენთვის სცენაზე დგომისას, ბევრჯერ მგარხართ სცენაზე და სცენაზე დგომისას რა არის ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე რთული? ყველაზე სასიამოვნო არის ჩემთვის, სცენაზე გასვლა, სანამ გავალ ეს ენერგია რომ მემატება და როცა გავდივარ სცენაზე უკვე სხვა ადამიანი ვხდები და სხვანაირად ვზნობ. ის ნერვიულობაც ალბათ ნერვიულობა უკვე აღარ არის. აღარ არის, რა თქმა უნდა. სულ სხვა არის სცენაზე დგომა, სულ სხვა სამყარო არის შემთხვევით. როგორც ვიცით, ბევრ პროექტში და ღონისძიებაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. რომელს გამოარჩევდით მაგათ შორის? გამორჩეული იყო, რა თქმა უნდა, X Factor. 13 წლის ვიყავი. რო წავედი, ჯარში ვიყავი მაშინ. ჯარიდან წავედი X Factor-ში. და გამორჩეული იყო, რა თქმა უნდა, რომ შევედი სცენაზე და დავდექი და ფილარმონიაში ვიმღერე. პირველი სიმღერა. მაშინ აქვე გკითხავთ X Factor-ზე, რა შეცვალა თქვენში, როგორც მომღერალში ამ გამოცდილებამ? მინდოდა, რომ ყოველთვის მინდოდა დიდ სცენაზე მემღერა. და შეცვალა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში. ის პოპულარობა მივიღე, რაც მინდოდა. და ალბათ ის შიშიც მოგიხსნათ ამხელა აუდიტორიას თან რო წარსდა იქით ალბათ. პირველი მეორე ტური ძალიან ნერვიულობდი. წინა დღით არ მეძინა საერთოდ. ვერ დავიძინე. და მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ შემდეგ ტურებში გადავსულიყავი და ძალიან წარმატებით. ხსია იმას სასწრაფოდ, რომ ბოლომდე მივსულიყავი და მივედი და გავიმარჯვე. ძალიან წარმატებით დასრულდა ეს პროექტი. არის თუ არა რომელიმე კონკრეტული ჟანრი, რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს მუსიკის ჟანრი? ბავშვობიდან ვისმენ როკს. და 15 წლიდან უკვე დავიწყე, 15-16 წლიდან ვიპოვე ჩემი სტილი და ეს იყო, რა თქმა უნდა, როკი. თან დავდიოდი კონსერვატორიაში მღეროდი კლასიკურ სიმღერებსაც. მაგრამ მაინც ჩემი სტილი არის როკი. და ხომ არ არის შემთხვევით ადამიანი, რომელთან ერთადაც ისურვებდით დუეტს, რომ შემდგარიყოთ თქვენ შორის დუეტი? სიამოვნებით ვიმღერებდი აეროსმითთან ერთად. და ქართველი სხვა არ არის? ქართველი? სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია რა ქართველი რომელი შეიძლება რომ გამოვარჩიო, მაგრამ ვიმღერებდი ბესო კალანდაძესთან ერთად. პირველი სცენური გამოცდილება როდის იყო? რამდენი წლის იყავით და თქვენი განცდების შესახებაც რომ მოგვიყვეთ?
პირველი სცენაზე გამოსვლა იყო ჩემი ალბათ 15 წლის ვიყავი მიუზიკლებში თამაშობდი მაშინ თეატრში და პირველად გამოვედი თეატრში ვიმღერე მუსიკალურ ცენტრში. შემდეგ 17 წლის ვიყავი კიდე რომ გამოვედი ვიმღერე ფილარმონიაში. მე ასე დაიწყო 18 წლის რომ გავხდი კიდე ვიმღერე და ესე დაიწყო რა ჩემი და აღმოჩენა. თუ გახსოვთ აი პირველად რომ წარსდექით აუდიტორიის წინაშე პირველად სცენაზე რა განცდები გქონდათ? ძალიან ნერვიულობდი და აი ეს ბუნებრივი არის ის მე ვარქმევ ნერვიულობას არ ვარქმევ მაგას ვარქმევ იმას რომ ადრენალინი გემატება და სცენაზე რომ გადიხარ ანუ გავიწდება ყველაფერი და სიმღერას რო საიწყებ უკვე ვეღარ ხედავ წინ ვერაფერს ხალხს ვეღარ ხედავ ისეთ ემოციებში ვარ რომ სხვა ადამიანი ხდები კი ეგრეა ნამდვილად. როგორც ვიცი, X Factor-ის შემდეგ იყავით საქართველოს ვარსკვლავის მონაწილე. და გახდით ფინალისტი. აი რა სირთულეები გაიარეთ და აი ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ. X Factor-ში რომ გავიმარჯვე და ბათუმში ჩამოვედი, აი ჩემს უბანში რომ შევედი, მთელი უბანი მელოდებოდა, მთელი ბათუმი მელოდებოდა. ყველაზე დასამახსოვრებელი ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო, როცა შევედი სახლში და დამხვდნენ ნათესავები, მეგობრები, ძმაკაცები. სირთულეები სხვათა შორის გამარჯვებიდან ძალიან ისეთი სირთულეები არ გამივლია, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მქონდა უკვე ფილარმონიაში ნამღერი და ერთ-ერთი ის იყო სირთულეები, რომ ქართული სიმღერები მომიწია ძალიან რთული სიმღერები და რომელიც საც მეგონა რომ ისე ვერ შევასრულებდი, მაგრამ გამომივიდა. მეც გაკვირვებული ვიყავი ისე გამომივიდა ეს ქართული სიმღერები, იმიტომ რომ არ მღეროდი ქართულ სიმღერებს ხშირად. მე სხვა სტილში რო ვარ არ მიწევდა რა ქართული სიმღერების სიმღერა და ეხლაც იგივე გზნობა გაქვთ რომ ქართული სიმღერები არა, ეხლა უკვე ხშირად ვღერი ქართულს. როქს არ ვღერი მარტო რა, ქართულსაც ვღერი. მაგრამ ჩემს სტილში ვღერი მაინც ყველაფერს. ეგ თავარია. კრიტიკა თუ გესმით ადამიანებისგან და როგორ უმკლავდებით ან როგორ იღებთ ამ კრიტიკას? კრიტიკა, ანუ ჩემს სტილს ზოგი ვერ ხვდება, როკს ვერ ხვდება ზოგი და ზოგს გონია მყვირი, ვრიალი ხარას და ერთი ქორწილში ვარ, ვღერი და მოხუცი ქალი მოდის და ნუ ყვირი ხარ რა ჩამოდიო სცენიდან მეუბნე აი. და ასე უყურებ, ძალიან მოხუცი ქალი იყო და კარგით ახლა ვიმღერებ და რა ვუთხარი არაფერი. ანუ ზოგს მართლა შეიძლება არ ესმოდეს. ანუ ესე კრიტიკა, რასაც ქვია, ეგრე ესეთი კრიტიკები არაფერია. განსაკუთრებული რამე ესეთი კრიტიკა არ ყოფილა რომ დამამახსოვრდეს ან მომღერალი რომ არა ვინ იქნებოდით? მომღერალი რომ არა პირველად ანუ სანამ სიმღერას დავიწყებდი დავდიოდი ფეხბურთში. ძალიან კარგად თამაშობდი ფეხბურთს და უბრალოდ მე რაღაც პრობლემების გამო დავანებე ფეხბურთს. თავი ალბათ ფეხბურთელი ვიქნებოდი, ჩემი აზრით კი. ვფიქრობ რომ მომღერალი და ფეხბურთელი ერთად საკმაოდ კარგი კვეთა არის და ეხლაც შეიძლება. ოჯახის როლზეც რომ გითხრათ, არის თუ არა ვინმე ოჯახში, ვინც გიბიძგათ, ან თუნდაც მომღერალი ან ამ კუთხით დაინტერესებული? ესე იგი, მამაჩემის მხრიდან გეროდა ბებია. დედაჩემის მხრიდან ბაბუა. და აქედან გამომყვა ნიჭი მე. და ის ფაქტორში მირჩია გასვლა მამაჩემმა. და აქედან გავედი ის ფაქტორში ძალიან დიდი ისტორია, ანუ შეიძლება მოკლედ მოვყვე რა. კი, გვაინტერესებს. 2014 წელს X Factor-ი რო დაიწყო, ვიყავი გასული პროექტში. მაშინ ვიყავი 17 წლის. და ისე მოხდა, რომ პროექტში, ანუ 4 კი მივიღე და მაშინ როგორც ხდებოდა ტელევიზორში არ მაჩვენეს რა. პირველ წელს. დიახ. ხო და რომ ნახე რომ გავიდა გადაცემა და არ ვიყავი მუსიკაზე, ანუ სიმღერაზე, სულ ამიცრუდა გული რა. აღარ მინდოდა სიმღერა, არაფერი. კონსერვატორიდან გამოვედი, თეატრიდან გამოვედი. და 2015 რო დაიწყო
წავედი ჯარში. 18 წელს რო გავხდი, წავედი ჯარში, ჯარს ვიხდიდი და 2015 რო დაიწყო და ახალად რო დაიწყო X Factor-ი. ჩემი ძმაკაცი გადიოდა X Factor-ში, აპირებდა გასვლას. დიახ. და მამაჩემმა გაყვა საგულშემატკივროდ მას. და მე ამ დროს ვიყავი ჯარში. დიახ. ხო და აი ეს კასტინგი რო ტარდებოდა, ხო ჯარში ვიდექი პოსტზე და მამაჩემი მირეკავს ჩუმად უპასუხე მამაჩემს და მთხოვს რომ გადიო შენს კიდევ კასტინგზე მეორეჯერ. მიიღე მონაწილეობა კიდევ და არა მეთქი რა მამა არ გავალ შანსი არა მეთქი და ტელეფონი გაუთიშე ჩავიდე ჯიბეში. და გადის 5 წუთი და ტანში ვერ ვისვენე. ესეთი ენერგია მომივიდა მამაჩემს ურეკავ, მამა მომაკითხე მეთქი და ანუ 1 საათით გამოთავისუფლენ ჯარიდან. მივედი კასტინგზე ვიმღერე და წინა წელს ხო ვიყავი და ვახსოვდი რა. და შენ დაგირეკავთ აუცილებლად და ერთ კვირაში დამირეკეს. ნუ წავსულიყავი თბილისში, ფილარმონიაში. და აქედან ანუ ჯარშიც ხო ვიყავი, აქედან ჯარიდანაც არ მიშვებდნენ X Factor-ში, იმიტომ რომ არ ვიცით რას მხერიო შენო შეიძლება ისე მოხდეო, ანუ პრიკოლებში მოხდეო რა, ასე რომ ვთქვით. ხო და ასე ვაჩვენე ჩემი სიმღერები, ვინც იცოდა, ანუ ერკვეოდა მუსიკაში ჯარში რა. ვაჩვენე ჩემი სიმღერები და გაუშვათო ეს ბიჭიო. წავედი გამოთავისუფლე ჯარიდან, წავედი და ვიმღერე. პირველი სიმღერა ვიმღერე და ისევ დავუბრუნდი ჯარს დავუბრუნდი. და წინა პირველი 2 ტური ხო ჩანაწერი არის და ანუ სახში ვზივარ, ახლა არ ვარ მამ დროს იმაზე რა ქვია. ჯარი არ მომიწია მამ დღეს, რომ გამოდიოდი რა ტელევიზორში. და ველოდებოდი ჩემ თავს სახში ვიჯექი და ველოდებოდი ჩემ თავს როდის გამოვიდოდი რა. რო დაიწყო. და მთელი ოჯახი ან მთელი ხალხი მოსული ჩემთან ვზივართ, მეც ვუყურებ როდის გამოვალ სცენაზე. პირველი ტურიდან ისე გავპიარდი, რომ ანუ ყველამ ცნობდა უკვე რა, ქუჩაში რო გავდიოდი ყველგან და თან ჯარში ვიყავი რა, წვერი გაპარსული, კევკა დახურული, ვივალებოდი ასე. ანუ X Factor-ი იყო ის პროექტი, რომელმაც თითქოს დაგიგდოთ ეს რაღაცა თქვენ мотиваციას და ასევე მეორე ჯერზე უკვე აგიმაღლათ და კარგი გამოცდილება იყო. ზუსტად ისეთი, ანუ მართლაც ისეთი რაღაც მოხდა, რომ ისე გული დამწყდა, აი ისე დამწყდა გული, რომ აღარ მინდოდა სიმღერა. მაგრამ კარგია რომ არ დანებდით და მეორე ჯერაც ცადეთ. სამამულო გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ, თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არ არის და თუ შეიძლება განდომა. სამამულო გეგმები მაქვს, რა თქმა უნდა. მაპირებ პროექტში გასვლას, შეიძლება არავინ არის. მაგრამ რომელ პროექტში და სად გავდივარ? ანუ ჩვენი კარგი ეგ. სად გავდივარ, ანუ არ ვამბობ შენ და როცა გავალ ნახავს ყველა რა. დიდი სიამოვნებით დაგემოვდებით. გიგულშემატკივრებთ, რა თქმა უნდა, როგორც ბათუმს ჩვევია. მე მგონი ჩვენი გადაცემის შედარებით ფორმალური ნაწილი ავწურეთ და ახლა გადავიდეთ არაფორმალურ ნაწილზეც. პირველი კითხვა. საყვარელი ფილმი თუ გაქვთ? სამეფო კარის თამაშებს გამოვარჩევდი, იმიტომ რომ დავიწყე ყურება სანამ არ მორჩი ბოლომდე, ანუ ნამდვილად არ კარგი. ჩამიგდია მგონი არც ერთი დღე. სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღგწერთ თქვენი აზრით. აი უბრალო. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდით? ფრენას. საინტერესოა. ოდესმე შეცდომით თუ გაგიგზავნიათ ტექსტური შეტყობინება არასწორი ადრესატისთვის. კი. და ანუ წერ და თან ანუ ხო წერ ადამიანს რა. ისიც ანუ მისმენს და დელოდება როდის მორჩები რა, ანუ გითხრათ რომ გეშლება. ბოლოს ხო მიხარ რომ არ ვარ მე.
როგორ ფიქრობთ, რომელი ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი, საუბარი რომ შეეძლოს? გამაღიზიანებელი? ალბათ ღორი. ხორი? შეიძლება. ადამიანში ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ? აი, ტყუილი და ალბათ ყველაზე მეტი აფერისტობა რა. აი, სამყაროში საკვები რო საერთოდ აღარ იყოს, რომელ მწერს შეჭამდით? წერს? არ ვიცი, პეპელას. რომელ მულტფილმის პერსონაჟთან ისურვებდით შეხვედრას? რომელ მაინც ჩემი საყვარელი იყო ფილმი ტომი ჯერთან. ვინმე ვინც თქვენთვის ძალიან საყვარელია და უკვე აღარ არის ცოცხალი, თუნდაც წინა საუკუნიდან გამოჩენილი ადამიანი, ვისთან ისურვებდით შეხვედრას? ჩესტერთან. ჩესტერ ბენინგტონთან. მადლობა და ბოლო კითხვა, ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ გქონდეთ, პირველი რას ეტყოდით, ან რას გითხავდით? ჩავეხუტებოდი. რა თქმა უნდა და ეს მიყვარხარ მეც. და მადლობას ვეთყოდი ყოველ პირველ რიგში. სულ ვეუბნები მადლობას ყოველ დღე. აუცილებელია ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენი გადაცემაც დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან დიდი მადლობა ისევ რომ დაგვითმეთ დრო. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ მომავალში თქვენს გეგმებში და დიდი მადლობა. მადლობა და ბევრი წარმატებები თქვენ. I'm flexing.